მოგესალმებით ყველას. მე დღეს მოვედი იმისთვის, რომ მოგიყვეთ. ზოგ რიტუალზე, რომელი რიტუალიც კეთდება სასაფლაოზე, მაგრამ სანამ დავიწყებ ამ რიტუალების მოყოლაზე, მოგიყვებით რას გიმალავთ პრაქტიკოსები თქვენ, ის პრაქტიკოსები, რომელიც თქვენ გაგზავნიან საფლავზე და გაკეთებინებენ რიტუალებს. იმ რიტუალებს, რომელიც თვითონ უნდა გააკეთონ და არა თქვენ. ამ შემთხვევაში თქვენი ხელით თვითონ იკეთებთ ნეგატივს. და უკეთებთ ნეგატივს იმ ადამიანებს, რომლის სურათებიც მოგაქვთ საფლავზე. თქვენ გონიათ სასიყვარულო რიტუალის გაკეთება ესე მარტივია? არანაირად. თვითონ პრაქტიკოსმა უნდა იცოდეს, რომელ საფლავზე მივიდეს, რა უნდა გააკეთოს. და შესაბამისად, აქედან თქვენ რომ გაგზავნის საფლავზე და გაკეთებინებს რაღაც რიტუალს, ასე იხსნის თავისთავიდან ვალდებულებას, იხსნის ცოდვას, იმ ცოდვას, რასაც ჩაზდის და რასაც აკეთებს. ამ ყველაფერს აკეთებს თქვენი ხელებით და შესაბამისად 85% ამ რიტუალების არ იქნება მოქმედი, იმიტომ რომ თქვენ არ გაქვთ სათანადო ძალა, რომელიც ძალაც არის საჭირო იმისთვის, რომ გაიშვას ის რიტუალი, რომელსაც თქვენ ავალებთ. მაგალითად, თქვენ გინდათ დაბრუნება ადამიანის და სთხოვთ მას, რომ პრაქტიკოსმა დაგეხმაროთ, დაგიბრუნოთ ის საყვარელი ადამიანი, რომელიც თქვენგან გაურკვეველ ვითარებაში წავიდა, ან რაღაც მაგიური ზემოქმედების გამო წავიდა. პრაქტიკოსი თქვენ გეუბნებათ, რომ მომიტანეს სურათი, მისი, სანთელი და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი რიტუალია და განსხვავდება, ახლა ყველაზე ვერ მოუყვები და ვერ აგიხსნით, მაგრამ შესაბამისად აქედან თქვენ იღებთ სანთელს, აკეთებთ რაღაც რიტუალს და ის პრაქტიკოსი გეუბნებათ, რომ მაგალითად თქვენ უნდა წახვიდეთ რომელიმე საფლავზე, წაიღოთ ფოტოსურათი და დამარხოთ ის საფლავზე. ეს არ არის სწორი რიტუალი. არ არის სწორედ გაკეთებული, იმიტომ რომ სანამ ჩვენ საფლავზე შევალთ, პრაქტიკოსები, რომელიც ვართ დაკავებული ამ პრაქტიკით, მაგები, ასე ვთქვათ, პირობითად, ჩვენ უნდა ვთხოვოთ იმ საფლავის მცველს, იმ საფლავის სულებს, რომ მათ შეგვიშვან ჩვენ საფლავზე, მოგცენ საშუალება, რომ ჩვენ ვიმუშაოთ და ვაკეთოთ რაღაც საქმე. მაგრამ მე ამ სფეროში არ ვმუშაობ, არ ვაკეთებ ასეთ რიტუალებს, რომელიც არის დაკავშირებული საფლავის, ასე პირობითად ჭყალებში ნეკრომაგიასთან, რომელიც არის დაკავშირებული იმ საქმიანობასთან, რაც არის საფლავზე მუშაობა. კი ბატონო, პრაქტიკულად ყველა რიტუალი ვიცი, რადგან უნდა ვიცოდე, რასთან მაქვს საქმე და რას ვაკეთებ მე, ან რას ვხსნი. ახლა გაჩვენებთ მაგალითს. მაგალითად, ოპერატორს ხო რომ არ გამოაჩინოს თვითონ საფლავის ქვა, იმიტომ რომ არ არის ეს კარგი. მაგალითად, თქვენ დაგავალათ პრაქტიკოსმა, რომ თქვენ მოხვიდეთ საფლავზე, აიღოთ ფოტოსურათი და დადოთ. მიაყაროთ მიწა. ეს უკვე არის შეცდომა, რადგან თქვენ არ იცით განლაგება, არ იცით ის რა უნდა გააკეთოთ და როგორ ჩაატაროთ ეს რიტუალი. აქედან გამომდინარე, აქედან იწყება პრობლემები. პირველი პრობლემა არის თქვენი ჯანმრთელობა. მეორე პრობლემა შეიძლება არ იყოს ეს ჯანმრთელობა, მაგრამ ჩაგეკეთოთ ფინანსური მხარე. მესამე პრობლემა ის, რომ შეგექმნათ ოჯახური პრობლემები შვილებთან, შვილიშვილებთან და ასე შემდეგ. იმიტომ რომ თქვენ არ იცით რას აკეთებთ. და აქედან ჩემი თხოვნა იქნება, როდესაც თქვენ მიმართავთ პრაქტიკოს, პირველი თქვენი სიტყვები უნდა იყოს ის, რომ მე არაფერს არ გავაკეთებ. შენ უნდა გააკეთო ეს საქმე, რადგან როცა თქვენ მიმართავთ პრაქტიკოს, თქვენ უხდით მას ანაზღაურებას. პირობითად 500, 1000, 100, 50, 20 ან ზოგი პრაქტიკოსი ამას აკეთებს უფასოდ. მაგრამ პირველი თქვენი ის მოთხოვნა მასთან არის, რომ მე არ ვაკეთებ არაფერს, მე არ მივდივარ საფლავზე და მე არ მარხავ სურათებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ვალდებულებას იღებთ თქვენი თავიდან და თქვენ არაფერი არ დაგემართებათ. აქაც შეცდომა. თქვენ ისედაც აშავებთ ამ შემთხვევაში, როდესაც ცოცხალი ადამიანის ფოტოსურათი მიგაქვთ საფლავზე და მას მარხავთ ან ამარხინებთ ვიღაცას. ეს არანაირ სიყვარულს არ მოგცემ, იმიტომ რომ საფლავი არის უკვე ნეგატიური ადგილი, სადაც არის განსვენებული ის ადამიანები, რომელიც წავიდა ჩვენი ცხოვრებიდან. და როგორ ფიქრობთ, აქ შეიძლება მოვიპოვოთ სიყვარული? არა. აქ ადამიანები მოდიან იმისთვის, რომ გაიხსენონ ის ადამიანები, რომელიც უყვარდათ, რომელსაც პატივს სცემდნენ. არა იმისთვის, რომ გაუკეთოს ვიღაცა სასიყვარულო რიტუალი. ამიტომ ძალიან გთხოვთ, დაფიქრდით, სანამ თქვენ მიხვალთ პრაქტიკოსთან, რა ნაბიჯს დგავთ
და რასაკეთებთ, რადგან ეს ადგილები, ეს საფლავები არის მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ მოვიდეთ, ვცეთ პატივი, გავაკეთოთ ჩვენი საქმე, დავემშვიდობოთ და წავიდეთ. არა იმისთვის, რომ თქვენ ცოცხალი ადამიანების ფოტოები მოიტანოთ, ან გაუკეთოთ ნეგატივი, ან ცუდი. თქვენ იცით, რომ ეს არის ჯადო? თქვენ იცით, რომ ეს სასიყვარულო რიტუალი არანაირად არ არის სასიყვარულო? თქვენ იცით, რომ ეს დაგაზიანებთ? ხო და ამის მერე გეცოდინებათ. მადლობა ყურადღებისთვის.